საჭერის ავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 79 მილიონი ლარია. აქედან გზების მართვისათვის გათვალისწინებულია 3,571,240 ლარი. გზების რეაბილიტაცია 30 მილიონამდე ლარი დაჯდება. ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა რეაბილიტაცია 14,547,580 ლარი. საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა 21 მილიონს აჭარბებს. ასევე წელს დაგეგმილია 46 მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, უფრო დეტალურად კი ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმებზე სასაუბრად. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე შემოგვიერთდება რეგიონების პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო ზაზა, მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მიესალმები თქვენს ტელემოყურებელს. ბატონო ზაზა, საბოლოო ჯამში, როგორც უკვე ვისაუბრეთ, 46 მიმართულებით არის რეაბილიტაციო პროექტები გაწერილი საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია შენახვის თვალსაზრისით. რამდენი კილომეტრი გზა დაიგება და რა მიმართულებებზე წლის ბოლომდე? როგორც თქვენ ახსენეთ და ბრძანეთ, მიმდინარე წელს საჭარის ავტომობილო გზების დეპარტამენტი აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ამავდროულად მოვლა შენახვის სამუშაოების წარმოება მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება. რაც შეეხება 46 მიმართულების ავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას, ნაწილი მათგანი გახლავთ, როგორც გასულ წელს დაწყებული სამუშაოები და ამ ეტაპისათვის უკვე უმეტესად გრძელდება. გარდა აჭარის მაღალმთიანეთისა, სადაც ამ ეტაპისათვის ბუნებრივი კლიმატური პირობები არ გვაძლევს საშუალებას, გარკვეულ მიმართულებაზე ჯერ კიდევ რთული საფარი დევს და ფიზიკურად სამუშაოების წარმოება შეუძლებელია. და ამავდროულად მიმდინარე წელს უკვე სახელმწიფო შესყიდვების გზით გარკვეულ მიმართულებებზე უკვე ხელშეკრულებებს გავაფორმეთ და დავიწყეთ სამუშაოები, გარკვეულ მიმართულებებზე კი მიმდინარეობს სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების და უახლოეს პერიოდში გარკვეულად 1-2 კვირის განმავლობაში უკვე ძალიან ბევრი მიმართულებით, მათ შორის როგორც მაღალმთიანეთში, ასევე ხელოჩაოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში გავახლებთ და დავიწყეთ სარეაბილიტაციო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნული მიმართულებით გზების დეპარტამენტი დაახლოებით 30 მილიონ ლარს დახარჯავს მიმდინარე წელს და ფაქტიურად ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად იქნება ათვისებული გამოყოფილი ეს ფინანსური რესურსი. და ამავდროულად ჩვენ შევეცდებით ის პროექტები, რომელიც უნდა განხორციელდეს მომავალ წელს და განხორციელდეს თუნდაც წლის მეორე ნახევარში, მაქსიმალურად ეფექტურად განახორციელოთ მისი სახელმწიფო შესყიდვა, როგორც პროექტირების სამუშაოების, ასევე სამშენებლო სამუშაოების აღნიშნული პროცესის აქტიურად მიმდინარეობს და ვაპროექტებთ იმ გზებსაც, რაც ფაქტიურად შემდგომ პერიოდში უნდა განხორციელდეს მისი მშენებლობა თუ რეაბილიტაციის პროცესი იქნება აუცილებელი. ასე რომ ჩვენ პრიორიტეტულად მაინც ვფიქრობთ, რომ გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაგეგმოთ მომავალ წლებში და მაქსიმალურად განახორციელოთ იმ გზების რეაბილიტაცია, რომელიც არის ესე ვთქვათ მთავარი არტერიული გზები, როგორც ქობულეთის და ხელოჩაურის მუნიციპალიტეტში, ასევე მაღალმთიანეთშიც. მომდევნო წლების სტრატეგია გახლავთ განახორციელოთ იმ გზების რეაბილიტაცია, ფაქტიურად, რომელსაც ამ ეტაპისათვის როგორც ექსპლუატაციის პერიოდი აქვს გაკეთებული და გარკვეულწილად 10 და მეტი წლის წინ განხორციელდა მისი რეაბილიტაცია, ამავდროულად ახალი გზის რეაბილიტაციის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც ფაქტიურად არ იგეგმება რაიმე ტიპის ინფრასტრუქტურული ან და რაიმე ტიპის ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობა. როგორც მოიხსენებათ, აქტიურად მიმდინარეობს აჭარის მაღალმთიანეთის ინტერნეტიზაცია და ამავდროულად გარკვეული მიმართულებით ხორციელდება გაზიფიცირების სამუშაოები, რაც ამ ეტაპისათვის ერთ-ერთ გამოწვევად ითვლება ჩვენი სამუშაოების წარმოებისთვის. შესაბამისად, ჩვენ ვიგეგმებით იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ძირითადად მორჩენილია გაზიფიკაციის სამუშაოები, ინტერნეტიზაცია, ეს იქნება ელექტრომომარაგება და სხვადასხვა ტიპის წყალმომარაგების სამუშაოები, ვიგეგმებით იმ მიმართულებზე, სადაც ეს სამუშაოები არის აქტიურად დასრულებული ან დასრულების ფაზაში. ესეთი მუნიციპალიტეტები გახლავთ ქობულეთის და ხელოჩაურის მუნიციპალიტეტები, სადაც ფაქტიურად ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად 26 და 27 წლებში დავასრულოთ ის მიმართულებები, რაც არის სასახალ სარეაბილიტაციო და რაც არის გამოწვევად ამ ეტაპისათვის. ხოლო რაც შეეხება აჭარის მაღალმთიანეთს, იქ გავაგრძელებთ სამუშაოებს კონკრეტულ ესე ვთქვათ ხეობების მიხედვით, სადაც გარკვეულწილად უკვე მორჩენილი იქნება ინტერნეტის სამუშაოები, გაზიფიცირების სამუშაოების მიმართებაშიც გეგმაგრაფიკის შესაბამისად და ასევე სხვა კომუნიკაციების ესე ვთქვათ გასრულების შემდგომ გავაგრძელებთ სამუშაოებს. რაც შეეხება შუახევ ხულოს მუნიციპალიტეტში, აქ სხვადასხვა მიმართულებით ბევრი გზები გვაქვს დაწყებული გასულ წელს, სხვადასხვა მიმართულებით ვიგეგმებთ, რომ მიმდინარე წელს დავასრულოთ სამუშაოები და რა თქმა უნდა მომავალ წელშიც დავიგეგმოთ ეს იქნება ტურისტული მიმართულება თუ ეს იქნება მოსახლეობის უზრუნველყოფის მიზნით არსებული გზების რეაბილიტაცია.
ძალიან საინტერესოა ეს საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები, ეს არის კომბინირებული სამუშაოები, ხიდების საყრდენი კედლების, დამცავი ნაგებობების, წყალარინების სისტემების მოწყობის სამუშაოები. ამ მიმართულებითაც არის დაფინანსება გამოყოფილი. ეს სამუშაოები რამდენად დიდია წილი ამ სამუშაოებისა მთლიან საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. დიახ, მოგახსენებთ ბატონო ირაკლი, მიმდინარე წელს ფაქტურად დაახლოებით 5 მილიონით არის გაზრდილი აღნიშნული მიმართულებით დაფინანსება, ვინაიდან გასული წლის შემოდგომას და ზამთრის პერიოდში მეწყრული პროცესები განვითარდა და სხვადასხვა მიმართულებით, ესე ვთქვათ, დამაგრებითი და ნაპირისამაგრი სამუშაოები დაგვჭირდა ჩატარება. ამ ეტაპისათვის ძირითადი საპროექტო და ესე ვთქვათ, სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები დასრულებულია და უკვე ვიწყებთ შემდგომი კვირიდან სამშენებლო სამუშაოების წარმოებას, განსაკუთრებით ხილვაჭაურის მუნიციპალიტეტის მაჭახლის ხეობაში საავტომობილო გზებზე გარკვეული მეწყრული პროცესები განვითარდა, რაც რა თქმა უნდა აფერხებს უსაფრთხო გადაადგილებას შესაბამისად დეპარტამენტი იგებება აღნიშნული მიმართულებით. ამავდროულად აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, რასაც დეპარტამენტი მოღვაწეობს და ეს გახლავთ გარდა ქალაქი ბათუმის და ქალაქ ქობულეთისა სრულიად აჭარის ტერიტორიაზე ძირითადი გზები რაც თუ გახლავთ გარდა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზისა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციას რა თქმა უნდა ჩვენ ვახედავთ და ყველა მიმართულებით სადაც კი საჭიროებს ეს იქნება სახიდე გადასასვლელი ეს იქნება მცირე თუ დიდი ესე ვთქვათ პარამეტრების ხიდის მშენებლობა, საყრდენი კედლების მშენებლობა, სანიაღვრე სისტემისა თუ დამცავი ნაგებობის მშენებლობა აღნიშნული მიმართულებით ჩვენ დაახლოებით წელს 15 მილიონი გვაქვს დაგეგმილი, რომლითაც ძირითად ნაწილში დავასრულებთ გარკვეულ სამუშაოებს, თუმცა გარკვეული სამუშაოები დაიწყება წელს და დასრულდება მომავალში თავისი გეგმოგრაფიკიდან გამომდინარე, ვინაიდან შესაძლოა რომ ერთი წელს ნაწილში ვერ მოესწროს ყველა სახის სამუშაოების სარმო კონკრეტულ ლოკაციებზე. ამავდროულად იმ პროექტებზე სადაც გასულ წელს დავიწყეთ სამუშაოები, რა თქმა უნდა, ვინაიდან წლის ზაფხულის პერიოდში უკვე იმ მიმართულებებზე დასრულდება სამუშაოები და მაქსიმალურად დეპარტამენტსაც და კონტრაქტორ კომპანიებსაც მიეცემათ საშუალება გადაერთონ ახალ პროექტებზე და სხვადასხვა მიმართულების სამუშაოები განახორციელოთ მაგ მიმართულებით კონკრეტულად. ბატონ ზაზა, ძალიან ხშირია გაზაფხულის პერიოდზე მაღალმთიან აჭარაში მეწყრული საშიშროებები, მსგავსი სახის საფრთხეები და მაშველების შემდეგ, როდესაც ფაქტი ხდება პირველი ერთ-ერთი ვინ შედის სამუშაოების შესასრულებლად, სწორედ თქვენი საგზაო დეპარტამენტია იმისათვის რომ გაიყვანოს გზა, პირველადი დახმარება გაუწიოს. ასეთი ცხელი წერტილები და პრევენციული ზომებისათვის ბევრი პროექტი გაქვთ წლის განმავლობაში გაწერილი? როგორც მოგეხსენებათ, ნამდვილად აჭარის რელიეფი გამოირჩევა მეწყრულ პროცესებით აქ და შესაბამისად ბევრი მიმართულებით, აი ნებისმიერი წვიმიანობის დროს თუ ეს იქნება გააოდრება თუ ზამთრის პერიოდი თუ უხვინალეკი, ფაქტურად ყოველთვის ველოდებით ჩვენ მსგავსი ტიპის პროცესებს და ვართ მობილიზებული მაგისთვის როგორც დეპარტამენტი თავის რესურსით, ასევე მუნიციპალიტეტი და სხვადასხვა სამსახური არის ჩართული აღნიშნულ პროცესში. თუმცა ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობა, ტექნიკური ესე ვთქვათ, ტექნიკა, სპეცტექნიკა და ადამიანური რესურსი დეპარტამენტში დასაქმებული, რომელიც არის მობილიზებული მაგ კუთხით, ნებისმიერ მეწყრული პროცესის დროს, რა თქმა უნდა, სალიკვიდაციო სამუშაოებს საკუთარი ძალებით ვაწარმოებთ, ეს იქნება გაწყვეტილი სამუშაო აღდგენითი მიმართულებით, თუმცა კაპიტალური სამუშაოების წარმოებას ვახდენთ შესაბამისი გეოლოგიის შესწავლის, შესაბამისი პროექტირების დონეზე და შემდგომ სახელმწიფო შესყიდვის მეშვეობით, რა თქმა უნდა, რასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება. თუმცა ღირს მდგომარეობით, სადაც მოსახლის არ ქონდეს მისასვლელი გზა ეგეთი აჭარაში არ გაგვაჩნია, მაგრამ არის გარკვეული ლოკაციები, რომელი მიმართულებითაც ვსარგებლობთ შემოვლითი გზებით და ამიტომ მაქსიმალურად დაგეგმილი გვაქვს, რომ გზის აღდგენის სამუშაოები იქნეს ყველა მიმართულებით აღდგენილი, რათა უმოკლესი მიმართულებით და უსაფრთხოდ ადამიანმა და ჩვენო მოქალაქე იქნება ეს თუ ჩვენს რეგიონში ჩამოსული ტურისტული დანიშნულებით ვიზიტორი მოახერხოს უმოკლეს დროში გადაადგილება უსაფრთხოდ. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენ ვახორციელებთ მიმდინარე პერიოდშიც და შემდგომშიც დაახლოებით 37 ხილოვანი ნაგებობა გვაქვს დაგეგმილი და უმეტესად გარკვეული ხილოვანი ნაგებობის უმეტესობა მაგ მიზნით და მიმართულებით არის გათვალისწინებული და მიმდინარეობს სამშენებლო პროცესის ეს იქნება განხორციელების ეტაპი თუ შესყიდვის თუ დაპროექტების ეტაპები მთელი წლის განმავლობაში. 69 მილიონია საგზაო დეპარტამენტისათვის გათვალისწინებული, მუხლობრივადაა ჩაშლილი გზების რეაბილიტაცია 30 მილიონამდე ლარი. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მაღალმთიან აჭარაზე, ბათუმზე. საინტერესოა ქობულეთის მიმართულებაზე, რა წილი მოდის, რამდენად დიდია დაფინანსება და ამ მიმართულებით თუ გაქვთ წლის განმავლობაში და რა პროექტები გაქვთ, სადაც ქობულეთის მუნიციპალიტეტს შეეხება.
კი ბატონო, ჩვენ გქონდა ქობულეთში გარკვეული მიმართულებით გასულ წელს დავასრულეთ, თუმცა ორი მიმართულებით გარდამავალი პროექტი გქონდა, რომელზეც განვაახლეთ სამუშაოები და ვფიქრობთ უახლოეს 2 თვის განმავლობაში დასრულდება აღნიშნული მიმართულებით. მიდიარე წელს 4 მიმართულებით უკვე ხელშეკრულებაზე მოწვეული ყავს კომპანიები და დავიწყებთ სამუშაოებს, ეს გახლავთ სხვადასხვა თემში და სხვადასხვა მიმართულების გზები. და მათ შორის სახელმწიფო შესყიდვას გამოცხადებაზე უკვე ეფექტურობის დეპარტამენტთან გავდივართ კონსულტაციებს და შესაბამისად უკვე უახლოეს პერიოდში კიდე დამატებითი გზას გამოვაცხადებთ. ორი მიმართულებით 5 ზუგდიდის თემი, რომელიც არის მასშტაბური 8 კილომეტრიანი მონაკვეთი, ახლა პროექტირება მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში შემდგომში დავიწყებთ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებულ პროცესებს. და ასევე ის გზები, რომლებიც სარეაბილიტაციო საჭიროებს, აუცილებლად ქობულეთის მუნიციპალიტეტი არის და როგორც წერან დასაწყისში ვახსენე, ხილვაჩაურის მუნიციპალიტეტი ამ ისათვის დეპარტამენტისათვის პრიორიტეტი, ვინაიდან აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში, როგორც ესე ვთქვათ, ორივე მუნიციპალიტეტში ის კომუნიკაციები, როგორც არის გაზიფიცირების, იდენტიზაციის, წყალმომარაგების კუთხით, თითქმის არის უკვე დასრულებული და შესაბამისად ჩვენ გვეძლება თავისუფლად სამუშაოების წარმოების უფლება და ამიტომ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად ჩვენი რესურსი გამოყენებული იქნას აღნიშნული მიმართულებით. ამ ეტაპსაც ქობულეთში მიმდინარეობს სკურაბაჟანაშვილების მიმართულებით სამუშაოები, რომელიც დასკვნის ეტაპზე და ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში დავასრულებთ, თუმცა ხელშეკრულებაზე 4 მიმართულებით ყავს მოწვეული კომპანია და სხვადასხვა მიმართულებით ქობულეთს ეხება უკვე ვაწარმოებთ სახელმწიფო შესყიდვის სამუშაოები იქნება თუ საპროექტო სამუშაოები. რაც შეეხება დეტალებში რო შევიდეთ ხილვაჩაურის მუნიციპალიტეტში უკვე დავიწყეთ ფერის გზის რეაბილიტაციის პროექტი. გარდა ამისა, დაახლოებით 4 მიმართულებით უკვე ხელშეკრულებაზე ყავს მოწვეული კომპანიები და დავიწყებთ უახლოეს 2 კვირის განმავლობაში სამშენებლო სამუშაოს და ამავდროულად კიდე დამატებით ვიგეგმებით უკვე 3 მიმართულებით საპროექტო და შემდგომში შესყიდვის სამუშაოებს, რათა ხილვაჩაურის ის ძირითადი მიმართულებით, სადაც გამოწვევები არსებობს, რომ მიმდინარე წელს იქნეს მაქსიმალურად მიზანი მიღწეული და ყველა მიმართულებით აღდგენილი იქნეს და რეაბილიტირებული იქნეს გზა. რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტში ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ მერის ინამონასტროვის მიმართულებით, რომელიც გახლავთ როგორც მოსახლეობის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე ტურისტული დანიშნულებით ერთ-ერთი აქტიური მიმართულებაა და გასულ წელს გარკვეული მონაკვეთი დავასრულეთ რეაბილიტაციის, თუმცა წელს უკვე გეგმოგრაფიით გათვალისწინებით ზაფხულის ბოლომდე დავასრულეთ უკვე სრულ გზის რეაბილიტაციას. განსაკუთრებული გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს შუახევის მუნიციპალიტეტშიც ასევე, რომელიც გახლავთ ერთის მხრივ ხიჭავენ-აღვარების მიმართულებით, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი აქტიურად დასახლებული ჭვანის ხეობის და შემდგომ ზემოთ ხაბელაშვილები თუ სხვადასხვა სოფლების დამაკავშირებელი გზა და ამავდროულად აღნიშნული გზით შეგვიძლია დაუკავშირდეთ კურორტ გომის მთას. ამავდროულად ჩვენ გვაქვს სხვა ხეობის მიმართულებით, ეს გახლავთ მიმდინარე სამუშაოები ღომას მთაზე, რომელიც ერთ-ერთი ტურისტულად აქტიური მთა არ გახლავთ და იქ მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ. 4 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია 1 კილომეტრი გასულ წელს დავასრულეთ დაახლოებით და მიმდინარე წელს დასრულდება დანარჩენი მონაკვეთის რეაბილიტაცია. ასევე დაგეგმილი გვაქვს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ეს გახლავთ შუახევის ჩირუხის გზის გაგრძელება. ჩვენ უკვე ბოლო 5 წლის განმავლობაში 11 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია შევძელით ჩირუხის მთისკენ და წელს დაგეგმილი გვაქვს 4 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყება და სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ეტაპზე ვართ ახლა. სადაც როგორც მოგეხსენებათ, ევროპაში ერთ-ერთი ესე ვთქვათ უსაყრდენო ზიპლაინია მოწყობილი, ეს ერთი გზელი და ამიტომ ძალიან აქტუალური აღნიშნული გზის და არა მარტო ამიტომ ზოგადად მოსახლეობის ნაკადი, ზოგადად ტურისტული ნაკადები ამ მიმართულებით არის ძალიან გაზრდილი ბოლო წლების განმავლობაში და შესაბამისად ჩვენი სურვილი და მოთხოვნაც გახლავთ, რომ აღნიშნული გზას სრულად გავუკეთოთ რეაბილიტაცია ბოლომდე. ხულოს მუნიციპალიტეტს რაც შეეხება, რამოდენიმე პროექტი გვაქვს გასულ წლებში დაწყებული და ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს დავასრულოთ, მათ შორის გახლავთ კონკრეტული მიმართულებები, რომელიც მათ შორის გამოვარჩევდი, სოფელი დანის პარაული, ეს გახლავთ აჭარის მაღალმთიანეთის მოლო სოფელი, ამ მიმართულებით გოდერძის ხელთეხლის ხეობაში და დანის პარაულიდან წვანეთის მიმართულებით ფაქტურად წელს დავასრულებთ გზის რეაბილიტაციას, სადაც 7 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაციას ვახორციელებთ, გასულ წელს დავიწყეთ აქტიური სამუშაოები და წელს დაგეგმილი გვაქვს დასრულება, სადაც ჩვენ ამ გზის დასრულების შემდგომ შევძლებთ წლიური მოძრაობას, აი ერთ-ერთ აქტიურ ესე ვთქვათ ტურისტულ ლოკაციასთან ეს გახლავთ წვანეთბა, სადაც ტურისტული ნაკადები ძალიან მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ბოლო წლების განმავლობაში და ჩვენ შეგვეძლება მთელი დაახლოებით 15 კილომეტრიანი მონაკვეთი გავიაროთ უკვე რეაბილიტირებული გზით და ფაქტურად სრული მოძრაობა ქონდეს აღნიშნული მიმართულებით, საიდანაც შემდგომ უკვე გოდერძის ხელთეხლის დაუკავშირდებით რეაბილიტირებული გზით უკვე არსებული. ასე რომ ჩვენ მიმდინარე პერიოდშიც აქტუალური და აქტიური ესე ვთქვათ სამშენებლო სამუშაოები გვაქვს და
ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროცესი წლის ბოლომდე მოგცემს იმის საშუალებას, რომ ძირითად მიმართულებებზე, რაც ამ ეტაპისათვის იყო მოთხოვნა გარკვეულად დავასრულოთ სამუშაოებს, თუმცა რა თქმა უნდა, გზების დეპარტამენტი მომავალშიც შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები იქნება თუ ეს მოვლაშენახეთ სამუშაოები აქტიურად გააგრძელებს ამ პროცესს. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და პასუხებისათვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში.